და გითხარით რა ხდება 19-ში. ხონგე შარია, გია სურგულაძე, ევან ხუბულავა. ჩვენ პროექტი ხუთუზა. 19-ში გვაქვს კონცერტი დივანში. რას ყველას გეპატიჟებით. 19-ში იქნება live სიმღერების, რომელიც დიდი ხანია გამზადებულია. პროექტი ოდნავ განსხვავებული ვერსია, იმიტომ იქნება სხვანაირად არანჟირებული, ცოტა სხვანაირად ინტერპრეტირებული და საინტერესო იქნება. დიახ, ლევან ბუთხუზა ჯგუფს ქვია, პროექტს ქვია თუ? ეს რა არის, თავიდან რატომღაც ჩემი ზემბე სახელი იყო, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ესეთი ადამიანები არიან ჩემ გვერდზე, რომ რაღაც თვლი რომ სუსტად ისეთი ეწვრილი მიუძღვეს, როგორც მე მუსიკაში. იმდენ საინტერესო მუსიკოსები არიან და იმდენ თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ ყველაფერში. გადაწყვეტა არის პროექტი, რომელშიც ყველა თავის ნებით შემოდის, რამდენი ხანიც უნდა რჩება და გადის. ანჩე ესე იგი სამომავლოდ შეიძლება ბუთხუზას სახელით სხვა ჯგუფი ვიხილოთ, უბრალოდ შენ იყო მთავარი პერსონა და სხვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე ჯგუფს იხილავთ. ხო? დიახ, რა სტილს შემოგთავაზებ თუ შეიძლება რა გითხრათ? ეს დამოუკიდებელი მუსიკა, რომელსაც აფასებენ როგორც ალტერნატიული როკი, პოპი, ეთნიკური ელემენტები. მე ძალიან მიყვარს ყველა კომპოზიციის სხვადასხვა სტილში გადაწყვეტა. რამდენად მოვახერხებთ ამას 19-ში ვნახავთ. დიახ, როგორც ვიცი, თქვენ არ ცხოვრობთ საქართველოში, საცხოვრობთ და როგორ მოახერხეთ აი ეს რეპეტიციები, როგორ მოხერხდა, ვთქვათ, ჯგუფთან? მე ცხოვრობ ავსტრიაში, ვენაში. დიახ. ამ თავდადებული ხალხის ძალისხმევით მოხდა ყველაფერი, წინასწარ შეამზადეს ყველაფერი. ორგანიზატორმა მარიშა კაზარიანმა ყველაფერი მოახერხა იმისთვის, რომ ესეთი დაგეგმილიყო და მოხდარიყო. ძირითადად ყველაფერი გავიარეთ ცალ-ცალკე ერთმანეთსგან, ეხლა ვზივართ და თავგადაკული რეპეტიციობთ. და მაგარი. 4 ვართ. მეოთხე არის პერკუსიონისტი გიორგი სირაძე, რომელსაც 19-ში ნახავთ. დიახ, კიდე როდის მოხერხდება თქვათ თქვენი კონცერტი? მომავალ აუცილებლად. კი. მომავალ აუცილებლად, თუმცა აი ზუსტად არ ვიცი რომელი თვე იქნება, იმიტომ რომ აი რაღაც მადა ჭამაში მოდის და ესე იგი ყოველ თქვენი ჩამოსვლა იქნება კონცერტთან დაკავშირებული? იმედია. დიახ. თუ არ ვაპირებ არაფერს ძალიან ჩუმად ჩამო. დიახ, რომელ საათზე უნდა შევიკრიბოთ დივანში, რომელზე? 8 საათზე. 8 საათზე. ესე მე მგონი ცოტა მეტი ხალხი მოდის მე დაგეგმილია და თუ ადრე მოხოთ გაიგებთ. დიახ, ბილეთის ფაზეც ვთქვათ, აბა. ბილეთის ფაზი არის 10 ლარი, პრესისთვის უფასოა, როგორც ყოველთვის. ხო, ეს ჩვეულებრივ არის 10 ლარი. დიახ. არა მარტო მუსიკით, მაგრამ ჩემი მოწოდება არის მუსიკა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მუსიკა. იქ სხვადასხვა პროექტებში ვარ, იქ ვარ ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ ვარ საინტერესო მუსიკოსებთან, როგორც არის გიორგი გოგოძე, მადინა სერებიაკოვა, ამდენი ინდოელი მუსიკოსი, რომელიც დროდადრო ჩამოდის ხოლმე ვენაში. ოქი. უღრმესი მადლობა მოგზანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.